სახელთა მამისათა და დისთა სულთათმიდისათა გილოცავთ რამდენ დღეს დღესასწაულს გახსენებას იმ საოცარი მოქმედებისა მუხალი ამიდა იორდანის იონათლის სემელთან მას არისობდა ხალხი მაგრამ იონეს უკვე ისევ სამეთყოს და უფალმა კიდევ ერთხელ დაინდაბლა ჯერ სისტემ ქვეყანაში გადმოვიდა ბაგასე ისო და არასასახლეში და გამოქვაბულში და ბაგასე მიიწინა და აი ახლა მოვიდა იონესგან და იონე როგორც ადამიანმა სულიწმის მადლით განჭიტა რომ ეს არის ხსნელი სოფლისა და ეუბნება მე შენგან და მიიღო ნათელი და შენ ჩემთან მოდიხარო და ახლა უფალია ეუბნება ასე უნდა სულდეს ყოველ სიმართლეო საოცარი სიტყვა არის იგი იონე უნდა იიღოს ნათელი ქრისტესგან და გარეგნულად თითქოს ის ასულებს იმ წესს ნათლის ღებისა რომელთა რიგით ადამიანებს სრულდებოდა თოდო ადამიანებს სრულდებოდა მათ ხორი უცოდელია ღმერთია და მას არ ჭირდება განწმენდა მაგრამ არა მისთვის არამედ ადამიანისთვის ასულებს თავის ქნილებისათვის იმდაბლებს თავს და როგორც ჩვეულებრივი ადამიანი მოდის იონესთან და ამით იონეს განანათლებს რომ გზა უფლისა გზა თამდაბლობისა გზა სიყვარულისა გზა მორჩილებისა და სიმართლის არის მაგრამ უფალი ნათელს იღებს თვითონ ნათელი სოფლისა და როგორ იღებს ნათელს ის შედის წყალში თუ წყალთა ზედა იყო დაფუძნებული სამყარო დასაბამიდან პირდაპირ ბიბლიაში წერია რომ სული ღვთისა იზრდება ზედა წყალთა და სიცოცხლის ყოფილი სული მოეფინა წყალს და შემდეგ უკვე ჩდება ხმელეთი იქიდან და დედამიწას გულისხმობ ხმელეთი და კოსმოსში ყველას თავისი მიეგება მაგრამ ადამიანის მოვლენებისათვის ქვეყანაზე უფალმა აი ეს აირჩია ადგილი და რადგან ღვთისკნილება და დაბადებული უცოდველად დაეცა უფალი უყვარს თავისი კნილება და მისი აღდგენა სურს ამიტომ საწყისიდანვე რადგან ადამიანის დაცემით მთელი სამყარო შეიცვალა საწყისიდანვე წყლის კურთხევით იწყება ნათლის მოფენა წყალზე და წყლის საწყისი ყველაფერში არის ცოცხალ ყველა ორგანიზმში ყველა სხეულში არის ადამიანი იქნება თუ ცხოველი თუ ფრინველი თუ თევზი ყველაში მონაწილეობს წყალი ამიტომ ეს საწყისი ნივთიერებისა იკურთხება რომ თუ ისიც იყო დაზიანებული ადამიანის დაცემით დიდია ის ზიანი რაც ადამიანის დაცემ მიანიჭა ქვეყანას და უდიდესია ძალა რომ თუ უფალი განწმენს სამყაროს დაცემისგან და ამზადებს მეორე მოსვლისათვის ამიტომ ეუბნება იონეს რომ ასე დავასრულოთ ჩვენ ყოველი ნათელი ყოველი სიმართლე ასე დავასრულდეს სიმდაბლით სიყვარულით მაგრამ ყველა თავის ძალის შესაბამისად შეუძლია კეთება ხო უფალი ყოველთაზე დაასდა ძალაუფლისა მოისეს სოფლიოს ამიტომ კაცთათვის იმდაბლებს მაცხოვრი თავს რომ რადგან იონე ხალხისთვის არის უკვე აღიარებული წინასწარმეტყველი მისი მოწმობა იქნება ხალხისთვის ისაღები და თავის მოწაფეებს ეუბნება იონე აჰა ტარი ღვთისა ამ ღმერთთა და სოფლისათაო და იქ ბევრი იყვნენ მაგრამ მცირედი გაყვნენ მაცხოვარს ზოგი დარჩა ისე მოწაფეთი იონეს ზოგი საერთოდ წავიდა
მიიღო ნათლისღება და წავიდა ესე ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა. ეს დღესაც ასე ხდება. ბევრი ნათლება ეკლესიაში, მაგრამ მე მიდის და ძველ ცხოვრებას აგზელებს და არ იმეცებს სახარების სიტყვას, უფლის სიტყვას, არც მისიას ადამიანის ქვეყანაზე და თავის პირად სულის ხონებაზე არ ფიქრობს. სამწუხაროდ ეს ურწმუნოება გავრცელდა და ვრცელდება კიდევ სოფლიოში, მაგრამ ჩვენ დღესაც სწავლობთ ნათლისღებას უფლისა და გავახსენოთ, რომ ესე დღე, როდესაც უფალმა განწმიდა წყალი, საწყისი სამყაროში და მოამზადა ადამიანი მომოცხოვრებისათვის. და რწმენით და სიყვარულით და სასოებით, რომ ცხონდეს ადამიანი. ამიტომ აჩვენა ჭეშმარიტ ცხოვრების გზა უფალმა და ეს არის ის ნათლისღება. უფალი ნათელს მოფენს ქვეყანას და ნათლება იოანე ის დარწმუნდა, რომ ნამდვილად ეს არის ჭეშმარიტ ქრისტე, როდესაც იხილა სულწმინდელი სახით გარდამომავალისიდან და ხმა მამისა, ესეც ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათო ვიყავ, ესე გამოვირჩია. ეს არის თქვენი ხსნისათვის მოვლენილი უფალი, ძე ჩემი საყვარელი. და აი ჩვენ ამას დღესაც სწავლობთ, ჩვენი ბუნების განახლების დღესასწაულს, მომზადებას მომავალი სამზარეულოზე პასუხისგებისათვის და საყოველთაო დგომისათვის, უმოცხოვრებისათვის მზადება. იმიტომ დღე არ გავა, რომ ადამიანმა შეცდოს ფიქრით თუ სიტყვით თუ მოძრაობით ათგნობის, მაგრამ ამიტომ ყოველ წელს ხდება ეს ჩვენი განახლება, ეს ღვთისწყალობა ჩვენს მიმართ და ჩვენ ახლა გადავალთ იქ, სადაც არის წყალკურთხევის აუზი, ვაკურთხებთ წყალს და ყველას გექნება საშუალება სახში დაიღო და წლიანობაში ყოველ დილით დილის 20 შემდეგ მიიღოთ ეს დაკურთხე წყალი და რათა სიწმინდე შემოვიდეს თქვენს სხეულში, თქვენს გონებაში და გულში. მეთა დაგვრჩა. Amen.